ამ ეპიზოდისთვის რომ ემზადებოდი, რამდენიმე ჩემ მეგობარს ვკითხე, ვისაც ჰქონდა სხეულის ენასთან რაღაც გამოცდილება და სწავლა უნდოდათ და მოკლედ ესეთი რაღაცა მითხრეს. როდის რაღაცები ვისწავლეო, ჩემი ცხოვრება მართლა შეიცვალაო. ოღონდ ყოველთვის რაღაც როცა გავაკეთებ, ანუ ვიღაც რაღაც გაკეთებს, სულ ვფიქრობო, აი ეს სხეულის ენა ამას ნიშნავდა ესე და მე როცა ვცდილობ რაღაც სხეულის ენის მორგებასო, ყოველთვის თავს არაკომფორტულად გრძნობო, ბუნებრივად არ გამომდისო და აი როგორ შევინარჩუნო ეგ ბუნებრივობა ეგეთ დროსო? ეს კითხვა. კარგი კითხვა. ნახე, განსაკუთრებით ეს ჩანს პოლიტიკოსებში. არასწორი კოუჩინგის, ეხლა შენი მეგობრები რომელმაც გაიარეს რაღაცა კურსები ან უძიათ სწავლა უნივერსიტეტში ამემართულებით, ხო, ისინი შეიძლება არ პოზიციონირებენ ესე აქტიურად მედიაში და არ ატარებენ ტრენინგებს ამ თემას და არ ჩანან ესე აქტიურად, მაგრამ პოლიტიკოსები ყოველთვის ჩანან. პოლიტიკოსები შემთხვევა არის ყველაზე ხშირი, როდესაც რეალობასთან არ ჯდება, დისონანსში მოდის ის ტექნიკები, ის უნარები, რასაც ასწავლიან იმიჯმეიკერები. სხეულის ენის. ანუ თუ შენი ბუნებრივი ნაწილი არ არის, შენ თუ არ გაქვს ცოდნა ექსპერტიზა რაღაც თემაში, დიდხანს ვერ გაკაჩავ სხეულის ენის манипуляციებით. სხეულის ენა შენ გეხმარება პირველში სხვა დაინახო, სხვა წაიკითხო და სადღაცას დააკალიბრო და დახვეწო შენი ქცევა, რომ შენი საუბარი, შენი კომუნიკაცია იყოს უფრო დამაჯერებელი. კონდეს მეტი ქარიზმა, მეტად შეძლო იმ ინიციატივების გატანა, ხო, რაზეც შენი ცხოვრება დამოკიდებულია. ნებისმიერი გასაუბრება, ნებისმიერი მოლაპარაკება, რომ შეხედო წარსულში შენს თავს, შეიძლება და ყოფილიყო გადამწყვეტი, გარდამტეხი. საერთოდ სად იქნებოდი, რა პროფესიაში იქნებოდი, რა სფეროში, რომელ ქვეყანაში იქნებოდი და შეიძლება რომელი მეორე ნახევარი გეყოლებოდა. ან როგორი ოჯახი გექნებოდა. ნებისმიერმა ერთმა ეპიზოდმა მოლაპარაკების შეიძლება ყველაფერი გადაწყვიტოს შენ ცხოვრებაში. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შენ შეძლო სწორად გატანა შენი ინიციატივის. ჩვენ მაგალითად როცა ვლაპარაკობთ დაზვერვაზე, კონდაზვერვაზე, ჩვენთვის მოლაპარაკების ერთი ეპიზოდი ეს არის ერთი ბრძოლის თეატრი. და ყველაფერი ბრძოლაა, ხო? და ამიტომ თუ ამას სწორად აიღებ, ამ უნარებს და სწორ ტრენინგს გაივლი, შენ შეძლებ მის მართვასაც. იმიტომ რომ აი მაგალითად პოლიტიკოსები რო ახსენე, ხო ხშირად არის რომ მაგალითად ასწავლიან პოლიტიკოსებს, რომ აი ყოველთვის საუბარში უნდა ჩანდეს ხელის გულები. იმიტომ რომ ეს აღქმულია და მართლაც ასე არის გულწრფელობასთან. ადამიანები ზოგადად ჩვენი პირველადი ინსტინქტებიდან ამოვდივართ და ჩვენთვის ცარიელი სუფთა ხელები ნიშნავს იმას, რომ იქიდან არის საფრთხეს ველოდებით, იარაღს არ მალავენ და ვხედავთ რას ამბობენ. მაგრამ ამას ბევრი იმდენად მოუქნელად, ტლანქად აკეთებს, ანუ თუ შენ ის ტიპი არ ხარ, რომელსაც ბუნებრივად ამის პოტენციალი გააქვს, ხელოვნურად ამას ვერ დაიყენებ და ყოველთვის გავარდება დისონანსი და ყოველთვის მეორე მხარეს სხეულის ენის ექსპერტი ვიღაც გაანალიზებს შენს ქცევას, შენს კომუნიკაციას, შენს საჯარო გამოსვლას და მიხვდება რომ ეს ყველაფერი ყალბია. კარგი, მოდი ახლა შევეხოთ ტყუილს. როგორ უნდა მივხვდე რომ ადამიანი მატყუებს? დიდი თემა არის ძალიან და გაგვიჭირდება ერთ ეპიზოდში. ამაზე მთელი ტრენინგი გვაქვს და მთლიანად ეს ტრენინგი რაც შენახსენე აგებულია სიცრუის თეორიის პროგრამაზე. ანუ ჩვენ პირველი რაზეც ავაგეთ თემა ეს არის როგორ დავინახოთ ადამიანის გულწრფელი ზრახვები, გულწრფელი мотиваციები. რამოდენიმე კომპონენტი არის. ნუ ძირითადად ჩვენ ამას ვეძახით სამ განზომილებიან ხედვას, ეს არის სამი, ვერბალური, არავერბალური და კონტენტი. რას ამბობ? ძალიან ბევრი შეცდომაში შედის და მთავარ ყურადღებას აქცევს იმას თუ რას ამბობს ადამიანი. და ტყუილი იმალება დეტალებში და უფრო მეტად იმალება იქ თუ როგორ ამბობს. არა როგორ ჟღერს, არამედ როგორ გამოიყურება ადამიანი, როდესაც ის რაღაცას ამბობს. და მთავარი წესი, რომ არ ჩავიდეთ ახლა სიღრმეში ბევრი ეს თქვა ჟესტიკულაციის თემა რო არ გავშიფროთ და ბევრი რაღაც ქცევითი პატერნი, ხო? მთავარი ეს არის ბეიზლაინი. ანუ შენ გაქვს შენი ბუნებრივი მდგომარეობა. როგორ იქცევი? როგორ ლაპარაკობ მაშინ, როცა არ ხარ სტრესულ პირობებში. არავინ არ გსტრესავს, არაფერს იტყუები, არ გჭირდება რამის დამტკიცება, აი ესეთი მინდა დაგინახო, მანამ დავიწყებ შენს შეფასებას. და როგორც კი ეს ქცევა იცვლება, ანუ შენ გადადიხარ შენი ბუნებრივი მდგომარეობიდან. მაგალითად ვიცი რომ შენ სულ აი ასე ხარ, ხო? შენ თუ აქედან გამოხვედი, რაღაცა ხდება. რაღაცამ დაგათრიგერა, ხო? ბევრისთვის უმეტესობისთვის არის პირიქით. ყველასთვის ბუნებრივი ეს თქო ქცევითი პატერნი არის ის რომ გახსნილ მდგომარეობაშია. და როცა რაღაცა არ მოწონთან არ ეთანხმებიან, ისინი მერე უხვევენ და კეტავენ სხეულის ენას. აქედან მოდის ხოლმე ეს ყველაფერი. ანუ პირველ რიგში როცა ლაპარაკობთ ტყუილის ამოსნობაზე, ჩვენ ვეძებთ დევიაციებს, გადახვევებს
ბუნებრივი მდგომარეობიდან. რა იყო შენთვის ბუნებრივი და ახლა რატო შეცვალე ეს? რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი პინოკიოს ეფექტი, რომ ჩვენ თქვათ, რომ აი თუ ადამიანმა ეს გააკეთა, ცალსახად ის გვატყუებს. ესეთი რამ არ არსებობს და ძალიან ხშირი პოპულარული შეცდომა არის. ამიტომ ყველას ურჩევ ხოლმე, რომ პირველ რიგში ნუ დაიწყებენ ჟესტების ენის სწავლას და მაგალითად ალან პიზის და ბარბარა პიზის ძალიან კარგი სახელმძღვანელო არის მაგის, მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი შეცდომების სწორედ ეს არის ხოლმე, იმიტომ რომ იმას თავის კონტექსტი და ბექგრაუნდი ჭირდება, რომ ეს სწორად გაიგო. არ არის ერთი ჟესტი და მე როგორ უნდა ჩაეკითხო, კითხვების ფორმულირება როგორი უნდა კონდეს, რომ შენ გახვიდე სიმართლეზე, აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვიწყებთ ტყუილის ანატომიის სწავლებით. მაგალითად, შეიძლება ადამიანს ვასწავლოთ, რომ ჯერ გაიგე ბუნებრივი მდგომარეობა, ვისაც ელაპარაკები მისი და მე კომუნიკაციაში დააკვირდი მთავარ კითხვებზე, გადაუხოს თუ არა აქედან, მაგრამ უმეტესობა, რამდენჯერაც ჩვენ ეს ჩავატარეთ ექსპერიმენტი და მიუშვით ნავიგაციის გარეშე, სვავენ ძალიან ისეთ კითხვებს ამ ბუნებრივი მდგომარეობის გასაგებად, რომლებიც თავის თავშივე იწვევს ადამიანის გადაყვანას არაბუნებრივ მდგომარეობაში. აი ეს მაგალითად. ძალიან ბევრისთვის მიჩნეულია, რომ ბუნებრივი კითხვა არის, რომ ადამიანს კითხვა აი ოფისში რომ მოვიდა შენთან გასაუბრებაზე, ადვილად მოვაგნო თუ არა ოფისს. მარტივი კითხვაა, ხო? რატომ უნდა გაგიჩნდეს მიზეზი, რომ მოიტყუო. მაგრამ ქალების და კაცების შემთხვევაში განსხვავდება. კაცის, ასე ვთქვათ, დომინანტი ფაქტორი ტყუილის არის ეგო. ანუ შენ რო კაც კითხავ გასაუბრებაზე ადვილად მოვაგენი ჩვენ ოფისს, რომელიც შენთვის აღქმულია, რომ მარტივი კითხვა და გინდა ბუნებრივი მდგომარეობა დაინახო. უკვე ვეღარ ხედავ ბუნებრივ მდგომარეობას, იმიტომ რომ ის თავის და უნებურად გატყუებს. აზვიადებს და გეტყვის, რომ იცი რა, შეიძლება 4 წრე დაარტყა, 5 ადამიანს კითხა, როგორ მოსულიყო შენამდე, მაგრამ კაცი ამას არ აღიარებს. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონტექსტი, ვის ველაპარაკებით, სქესაც მნიშვნელობა აქვს, ასაკსაც, პროფესიასაც. ყველასთვის ერთნაირი კითხვებით ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ კითხვების დასმა და ეს ფორმულირება კიდე ცალკე თემა არის. შესაბამისად, არსებობს კიდე ბოროტი ტყუილები და კეთილი ტყუილები. ანუ ტყუილი ყოველთვის ბოროტი არ არის და არ არის ეს რაღაც ცუდი. ყველა ვიტყუებით, მეც ყოველ დღე, ყველა ვამბობთ რაღაც რაოდენობა არის მაგის და ეს ცოტა სადაოა, ამიტომ არ მოვიყვარ მაგ სტატისტიკას. და გააჩნია რომ ქვეყანაზე ვლაპარაკობ და რომელ ეთნოსზე, მაგრამ დღეში საკმაოდ დიდ რაოდენობას ვამბობთ ტყუილების. ზოგს პროფესიულად გვჭირდება. შეიძლება შენ რაღაცას თბილისის პირობებში მით უმეტეს მიდიხარ, აგვიანებ ვერ იპოვე პარკინგის ადგილი, მესამე წრეზე ხარ და გირეკავენ რა შები სათხარ და ნუ რაღაც თქვა რომ უკვე გავაჩერე, იმიტომ რომ რაღაცა ეს უხერხულობა აიგდო. ან პირიქით ბოლოში ხარ ქალაქის, ვერც მიაღწია იქამდე, გაუთვალისწინებელი საცობია, რაც ყოველ დღე გვაქვს. მაგრამ მეუბნები რომ აი უკვე ახლოს ვარ, უბრალოდ პარკინგის ადგილს ვეძებ. ამიტომ ესეთი ტყუილები, რომელიც არ არის განზრახული იმისთვის, რომ ვიღაცა შეცდომაში შეიყვანო, მიზანმიმართულად რაღაცა გააკეთო, ხო? ეს არ არის ბოროტი ტყუილები. პედიატრებს ყოველ დღე ჭირდებათ დღეში ათეულობით ტყუილის თქმა ბავშვებთან, რომ ბავშვს რაღაცა მარტივი ინექცია გაუკეთო, ხო? და კეთილი ტყუილის დროს ემჩნევათ აი ეს ტყუილის რამე სიმპტომი. ყველა ტყუილი ტოვებს კვალს. ყველა და ჩვენ ვასწავლით ამ კვალის დანახვას და ამ ინდიკატორების შეფასებას. ეს არის მაგალითად ელემენტარული შეიძლება იყოს პირის სიმშრალე და გესმოდეს. თუ კარგად ივარჯიშებ, ხო, პრაქტიკას როცა გადიხარ, მაგასაც ეჩვევი, რომ პირის სიმშრალესაც აფიქსირებ ვერბალურად. ეს შეიძლება იყოს მარტივი გადახვევა შენი სხეულის ენიდან. ეს შეიძლება იყოს რა ვიცი, ხელებზე, ფეხებზე, რომელიც ახლა არ ჩანს, აქაც კი რაღაცას ცვლი და ამით რაღაცა იცვლება. მაგალითად, შენ შემთხვევაში ხარ რომ ველაპარაკოთ, ხო? აი ეს ჟესტი რაც ეგან გააკეთე. ძალიან პოპულარული არის ამაზე საუბარი ხომ და ისე რომ ბევრი რაღაცა საერთო გვაქვს ცხოველებთან. თუ დაკვირვები ხარ აი ცხოველებს აღლები მაგალითად რა, როცა წვრთნი და ურთიერთობ რა, ამას როდის აკეთებს? როცა არ ვიცი. გისმენს. როცა ელოდება. როცა დაკვირვები ხო. ტორსის გადმოხრა მაგალითად, ესეც ინტერესის ინდიკატორია. ანუ მე ვიცი შენთვის რა არის საინტერესო, რაზე შემილია უფრო მეტი გავშალო და ვილაპარაკო და რა არის შენთვის ინდიფერენტული რის მიმართაც ხარ. ამიტომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ჩვენს კომუნიკაციაში ტოვებს კვალს. მიჩნეულია რომ 86% ჩვენი კომუნიკაციის არის სხეულის ენა. ამიტომ ჩვენი პირველადი შთაბეჭდილება ჩვენ შესახებ ხშირად იმით კი არ იქნება რას ვამბობთ ან როგორ ვამბობთ. როგორ გამოვიყურებით, როგორ დაგვინახეს და ეს დანახვა არ არის აუცილებელი პირისპირ რომ დამინახე მაშინ. ნახე ძალიან მომწონს შენი ფორმატი და
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც პირველ რიგში სიხარული დავთანხმდი აქ მოსვლას არის ის რომ შენი ნიშა არის განსხვავებული და საუბრობ იმაზე რაც ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას ეს არის self-made case-ები ეს არის წარმატების ისტორიები ხო ანუ ძირითადად ჩვენ ესეთ საქართველოში ბევრი არ გვაქვს და ძირითადი წყარო საიდანაც ფული მოდის ქვეყანაში და ბიზნესში, ვიცი რომ მაგ მიმართულებით სწავლობ და საინტერესო იქნება. ეს არის მხედრიონი, კორუფცია, კრიმინალი, ანუ არ გვაქვს ის кейსები, რომ როგორც ამერიკაში, რომ ვიღაცამ მაკდონალდში დაიწყო ტუალეტების და დასუფთავებით და ავიდა ნელ-ნელა განვითარდა რაღაც დაინახა, პროტოტიპი გააკეთა, ინვესტორი ნახა, რაღაცა შესთავაზა დიდ ბაზარზე გავიდა. ესეთები ბევრი არ გვაქვს. და ყველაზე მეტად აი სწორედ ამ სეგმენტში ახლა ვინც ცდილობს რომ დააპოზიციონიროს თავი ბიზნეს პერსონად და მოყვეს თავის success case-ი, აქ ჩანს ხოლმე ბევრი ტყუილი და ეხლა რატომაც გამახსენდა გეტყვი ეგეთი кейსი გვაქვს, როცა ჩვენ ვასწავლით საჯარო გამოსვლას, ვეკითხებით ხოლმე ადამიანებს, რომ შენი აზრით, აი როდესაც მიდიხარ კონფერენციაზე, მაგალითად მოდი თქვათ მეტეხი არის ძალიან პოპულარული ადგილი, ან რედისონი. ხო, სადაც ტარდება დიდი ღონისძიებები, თბილისში კონფერენციები, იკრიბებიან ხალხი დიჯიტალ მარკეტინგზე, ლაპარაკობენ სტარტაპებზე, დიდ ბიზნესებზე და იქ თავაზობენ შენს თავს. და აი, აქ უნდა გამოხვიდე შენ. და კონდეს შენი speech, შენი სიტყვა, გამოსვლა. და შენი აზრით, სად იწყება შენი საჯარო გამოსვლა. აი, ეჯენდა არის დღის წესრიგი იწყება 10 საათზე, მთავრდება 7-ზე, რაღაცა პანელები არის შუაში და შენი გამოსვლა არის პირობითად თქვათ 5 საათსა და 20 წუთზე. რა მომენტში იწყება შენი საჯარო გამოსვლა? მაგალითად შენი აზრით. ალბათ იმ მომენტიდან, როცა იმ შენობაში შევალ, სანამ ხალხს გავიცნობ, მივესალმები. რატო ფიქრობ ესე? იმიტომ რომ პირველი შთაბეჭდილებას მოვახდენ, სანამ მე აი პირველი შესასვლელიდან სცენამდე მივალ და ის დრო რაც იქ უნდა გავატარო, ვისთანაც კომუნიკაცია მექნება, ხალხი როგორ დამინახავს შორიდან, ალბათ მაინც პირველ შთაბეჭდილება ის მომენტი იქნება, რაც დაამახსოვრდებათ. და მე სცენაზე გასვლა უბრალოდ აი ტორტზე მარწყვი იქნება ასე რომ. ახლოს ხარ. ბევრს გონია, პოპულარული პასუხი არის, რომ საჯარო გამოსვლა იწყება, როცა ახვალ სცენაზე დაიწყებ ლაპარაკს. ძალიან ცოტას გონია ის რაც შენ თქვი, რომ შენობაში შესვლის მომენტიდან იწყება. და რეალური პასუხი არის ის, რომ შენი დანახვიდან იწყება იმ დღეს შენი საჯარო გამოსვლა. ეხლა რატომ მოვყევი წეგან ქართულ ენტერპრენერულ რაღაც მრუდე პრაქტიკაზე და წარმატების кейსებზე და ეს ყველაფერი რა კავშირში არის, ნახე? წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც უნდა წარადგეს კონფერენციაზე, შენი кейსები როგორც წესი, ყოველ 40 წუთში ერთხელ არის რაღაც coffee break-ი, ხალხი გარეთ არის, ზოგი სიგარეტს ეწევა, ზოგი მათ უსმენს, ვინც სიგარეტს ეწევა და სულ გარეთ ხდება ხოლმე ეს ყრილობები. და ვიცით, რომ პარკირება მაგალითად რედისონში, მეტეხში რაღაც შედარებით ქალაქის პარკინგისგან ბევრად ძვირია. წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც მოდის, უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ რაღაცა სუპერ ინოვაციური რაღაც გადაწყვეტილება აქვს, ძალიან წარმატებული ბიზნესი აქვს. და ეხლა შენ გთავაზობს რაღაცას, როგორ შეგიძლია შეცვალო შენი ბიზნესი ან შენი პირადი კარიერა. და იმის გამო, რომ პირობითად ეს პარკირება ძვირია, რაღაც X-თან ხარ 50 ლარი თქვათ, არ შედის პარკინგზე, აჩერებს სხვა ქუჩაზე და შემოდის ფეხით. ეს შენი აზრით არის თუ არა statement-ი მათთვის, ვინც გარეთ ელოდებოდა და დაინახა. განაცხადი არის თუ არა? კი. აი ეს დეტალებსაც მნიშვნელობა აქვს. ეხლა მოდი ძალიან რო ჩაუღრმავდეთ, ვიღაცა იტყვის, რომ კი, მაგრამ შეიძლება ეს კაცი პრაგმატულია. სჯერა ძალიან ესეთი კარგი წარმატებული ბიზნესმენია და პირიქით მისი ფილოსოფია ის არის, რომ რაც შეგიძლია ფული დაზოგო, და დაზოგო ყველგან. კი ბატონო. მაგრამ ესეც შეცდომა არის. ნახე, მე ვერ ვიდავებ ისეთ თემებზე, როგორიც არის ფულის დაზოგვა არის თუ არა სწორი, იმიტომ რომ ჯერა რომ ფინანსური რჩევები ცოტა სხვა კომპეტენციისგან და სხვა სივრცეებისგან უნდა მოისმინოს ადამიანმა, ხო? მაგრამ რეალობა ნახე როგორია. ჩვენ გვინდა ეს თუ არა, არსებობს თამაშის წესები. და ადამიანები გვაფასებენ რაღაცეებით. მათ შორის იმით, რომ შენ დაზოგე ის 50 ლარი და გააჩერე 1 ლარიან პარკინგზე და გაიარე მეტი და ამ დროს წამოხვედი და ლაპარაკობ ბიზნესში, შენ წრფელი ტიპი ხარ და მართლა წარმატებული ბიზნესი გაქვს და მილიარდიანი აქტივები გაქვს. მაგრამ შენი აღქმა იქ იმ დარბაზში, იმ ივენტზე და ალბათ საინტერესო არა იქ მიდიხარ, ხო? იმ ხალხის აზრი. იქნება ასეთი, ნეგატიური იქნება.
ჩვენ გვაფასებენ და ვაფასებთ ერთმანეთს გარკვეული ექსტერიერით. ეს არის ჩაცმულობა, ბრენდები, აქსესუარები და სტერეოტიპები და აღქმები, რომლებიც ჩვენ გვიყალიბდება ბავშვობის ასაკიდან. აი მაგალითად, რა ვიცი, აი IT სფეროზე რო ვილაპარაკოთ, რამოდენიმე кейსიც მაქვს უბრალოდ გაშლას ვერ მოვასწრებთ ახლა, რომ ადამიანი მიდის რაღაცა IT გადაწყვეტილებას თავაზობს ბიზნესს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ტიპია ესეთი რაღაცა თავისუფალი ტიპია. აცვია ჰუდი, რაღაცა არაცვია რაღაც ბიზნეს casualist თუნდაც, არ აქვს საერთოდ ლეპტოპი, იმიტომ რომ არ ჯერა, ესეთი ტიპია, ძალიან მაგარი პროგრამისტია, ძალიან მაგარი დეველოპერია, თავის სივრცე აქვს და მარტო იქ მუშაობს დესკტოპზე. ტელეფონის დიდად არ ჭირდება, იმიტომ რომ თulis რომ ხელს უშლის და აცდენს მის საქმეს და აქვს რაღაც იაფასიანი ძველი ტელეფონი, გაბზარული, საერთოდ მოულელი და ამ ფორმით შედის მოლაპარაკებაში ვიღაცასთან. და მე გამოდის იმით გაცხრებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დღეს იმ პოტენციური მყიდველისთვის იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიეღოთ. ბევრად კარგი ფასი იყო, ბევრად კარგი პოტენციური შედეგი იყო, მალე და უპრობლემოდ გაუკეთებდა ეს ჰიპოთეტიკური პროგრამისტი ამ საქმეს იმ კომპანიას, მაგრამ აი ამ პერსეფციების, აი ამ აღქმების გამო ეს კაცი დაიწუნეს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ იცი რა IT სფეროს პროფესიონალი უნდა იყოს რაღაცა წარმატებული, შეიძლება არ ეცვას ბიზნეს casual-ი, მაგრამ შეიძლება ველოდოთ იმას, რომ Red Bull რატო არ ეჭირა ხელში. იმიტომ რომ ვიცით, რომ რაღაც IT-სთან დაკავშირებულია ენერგეტიკული სასმელები, ხო? ან რატო ეცვა ჰუდი, ან რატო არ ეცვა ჰუდი, ან რატო არ ქონდა ლეპტოპი, ან თუ IT-ში არის და წარმატებული არის, რატო არ აქვს ბოლო iPhone-ი ან ბოლო Galaxy-ს რაღაც მოდელი, ხო? აი ამით როცა ვიცით რომ აგვიქვამენ ამ თამაშის წესებით ეს სამართლიანი არის, არ არის სამართლიანი, ეს ფილოსოფიური საკითხია და ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ თამაშის წესები არის ეს. და ჩვენი აღქმა და ჩვენი საჯარო გამოსვლა იქნება ეს კომუნიკაცია, აი ამ დეტალებითაც იწყება ხოლმე ხშირად.